მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრი საქართველოში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს და ამბობს, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე პროევროპულ აქციებზე ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 147 შემთხვევა დაფიქსირდა. ანგარიშის მიხედვით, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებიან, აზიანებენ მედიის კუთვნილ ტექნიკას და გზის გადაკეტვის საფუძვლით ფულად ჯარიმებს აკისრებენ. მედიაში ჟურნალისტებზე ძალადობის არაერთი კადრი გავრცელდა. კამერების წინ იღბიანების სასტიკად გაუსწორდნენ ფორმულას ჟურნალისტ გურამ როგალას. დაჯარიმებულ ჟურნალისტებს შორის არიან რადიო თავისუფლების, ოსმედიის, რადიო თბილისის, ფორმულის, ტევ პირველის, მთავარი არხის, სტუდია მონიტორის, პუბლიკის, ტაბულის, აპრილისა და ევრონიუსის თანამშრომლები. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქებისას ტენდენციის სახე მიიღო ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების მუშაობაში ხელი შეშლის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, ტექნიკის დაზიანების ან ჩამორთმევის შემთხვევებმა. ბოლო პერიოდში ასევე ტენდენციად იქცა საპროტესტო აქციების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების დაჯარიმება გზის გადაკეტვის საფუძვლით. დაფიქსირდა კრიტიკული პოზიციის გამოხატვის გამო ჟურნალისტების შევიწროებისა და სამსახურიდან გაშვების შემთხვევებიც. მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე პროევროპულ აქციებზე ან და აქციებთან დაკავშირებულ შემთხვევებში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 124 ინციდენტი აღწერა, რა დროსაც ჯამში 157 ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი გახდა რეპრესიების სამიზნე. აქედან 24 რეპორტიორი ერთზე მეტჯერ დაშავდა და დაუზიანდა ტექნიკა, ან დაშავდა ფიზიკურად დაჯარიმდა, საქმე აღიძრა მათ წინააღმდეგ. ფინანსური ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, სავალი გზის გადაკეტვის საფუძვლით პოლიციამ 17 ჟურნალისტს გამოუწერა.